ბრუნდებით შემდეგ ვიდეოში და ვიწყებთ მსყიდველობით უნარის შემცირება ინფლაციასთან დაკავშირებული შეცდომა. მსყიდველობით უნარზე და ინფლაციასთან დაკავშირებულ შეცდომაზე გვაქვს ჩვენ ვიდეო, სადაც მე ჩემს ას გიზიარებთ და თუ ნახავთ გამიხარდება. არის ის სხვა პლეილისტში, ეკონომიკურების პლეილისტში და არა უნივერსიტეტის საგნების პლეილისტში. და დავიწყოთ. რას გვეუბნებიან ამ წიგნით. თუ საშუალო ადამიანს გკითხავთ, რატომაა მისთვის ინფლაცია ცუდი, ის გიპასუხებთ, რომ პასუხი ნათელია. ინფლაციას მას მძიმე შრომით მოპოვებული დოლარების მსყიდველობითი უნარს სპარავს. როდესაც ფასები იზრდება, შემოსავლის თითოეული დოლარი საქონლისა და მოსახურების ნაკლებ რაოდენობას ყიდულობს. ამიტომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ინფლაცია უშუალოდ მოქმედებს ცხოვრების დონეზე, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით, ამ პასუხში გაპარულ შეცდომას აღმოვაჩენთ. როდესაც ფასები იზრდება, საქონლისა და მომსახურების მყიდველები მართლაც მეც იხდიან იმაში, რასაც ყიდულობენ. მაგრამ ამავე დროს საქონლისა და მომსახურების გამყიდველები მეც იღებენ იმაში, რასაც ყიდიან, რადგან ადამიანთა უმრავლესობა შემოსავალს საკუთარი მომსახურების, მაგალითად შრომის გაყიდვით იღებს. ამიტომ შემოსავლის ინფლაცია ფასების ინფლაციასთან ხელთ ჩაკიდებული მოძრაობს. ამგვარად, ინფლაცია თავისთავად ადამიანთა რეალურ მსყიდველობით უნარს არ ამცირებს, მაგრამ ადამიანების ინფლაციასთან დაკავშირებული ამ მცირე აზრის მაინც ჯერათ, რადგან არ ესმით მონეტარული ნეიტრალიტეტის პრინციპი. მშრომელი, რომლის წლიური შემოსავალი 10%-ით იზრდება, ჩვეულებრივ თვლის, რომ ხელფასის ეს მომატება მისი ნიჭისა და შრომის მოყვარეობის დაფასების შედეგია. როდესაც 6%-იანი ინფლაცია მშრომელს შემოსავლის ამ ნამაზს 4%-მდე ამცირებს. ეს შრომელი თვლის, რომ დააკლეს ის, რასაც სამართლიანად იმსახურებს, მაგრამ როგორც წინ თავში ვნახეთ, რეალური შემოსავალი ისეთი რეალური ცვლადებით განისაზღვრება, როგორებიცაა ფიზიკური კაპიტალი, ადამიანური კაპიტალი, ბუნებრივი რესურსები და წარმოებული არსებული ტექნიკა. ნომინალური შემოსავალი კი ამ ცვლადების გარდა ფასების საერთო დონითაც განისაზღვრება. თუ ფედერალური სარეზერვო სისტემა ინფლაციას 6%-დან 0-მდე შეამცირებს, ჩვენი მშრომელის წლიური შემოსავლის მატება 10%-დან 4%-მდე შემცირდება. რომ მშრომელი თავს ნაკლებად დაჩაგრულად იგრძნობს, მაგრამ მისი რეალური შემოსავალი უფრო სწრაფად არ გაიზრდება. თუ ნომინალური შემოსავალი ფასების ზრდასთან ერთად იზრდება, მაშინ რატომაა ინფლაცია პრობლემა? როგორც ირკვევა, ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ეკონომისტები ინფლაციის რამდენიმე დანახარჯს განასხვავებენ. თითოეული დანახარჯი გვიჩვენებს, რომ ფულის მიწოდების უწყვეტი ზრდა, ამა თუ იმ გზით გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს რეალურ ცვლადებს. გასვეთილი ფეხსაცმლის დანახარჯები. ეს კაი ამბავი. როგორც ვნახეთ, ფულის მფლობელისთვის ინფლაცია გადასახადის მსგავსია. გადასახადი თავისთავად არ წარმოადგენს დანაკარგს საზოგადოებისთვის. ეს ფულის გადაადგილება საოჯახო მეურნეობიდან მთავრობისკენ. მაგას არასოდეს ძინადადება. სადღესაკლია არის. გადასახადი თავისთავად არ წარმოადგენს დანაკარგებს საზოგადოებისთვის. ეს არის ფულის გადაადგილება საოჯახო მეურნეობიდან მთავრობისკენ. მაგრამ როგორც მერვე თავში ვნახეთ, გადასახადების უმრავლესობა ადამიანების გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მიზნით თავიანთი ქცევის შესვლის სტიმულს აძლევს. სტიმულების ასეთი დამახინჯება კი საზოგადოების საერთო დანაკარგებს იწვევს. სხვა გადასახადების მსგავსად, ინფლაციის გადასახადიც იწვევს საერთო დანაკარგებს, რადგან ადამიანები თავიანთ შეზღუდულ რესურსებს ამ გადასახადის თავიდან აცილების მიზნით ხარჯავენ. როგორ შეუძლია პიროვნებას ინფლაციის გადასახადიდან თავიდან აცილება? რადგან ინფლაცია თქვენ საფულეში არსებული ფულის ღირებულებას ამცირებს, ამიტომ ინფლაციის გადასახადის თავიდან აცილება ნაკლები ფულის ფლობით შეგიძლიათ. ამის ერთ-ერთი გზაა ბანკში უფრო ხშირი სტუმრობა, მაგალითად ყოველდღე კვირაში ერთხელ ბანკიდან $200 გამოტანის ნაცვლად შეგიძლიათ კვირაში ერთხელ $50 გამოიტანოთ. ბანკში უფრო ხშირად სტუმრობით შეგიძლიათ თქვენი ფულის მეტი რაოდენობა შეინახოთ სარგებლიან ანგარიშზე და ნაკლები თქვენ საფულეში, სადაც ინფლაცია ფულის ღირებულებას ამცირებს, ასევე დანახარჯების გამოწვეულს ხელზე არსებულ ნაღდი ფულის რაოდენობაში შემცირებისაკენ მიმართული ძალისხმევით გაცვეთილი ფეხსაცმლის დანახარჯები ეწოდება, რადგან ბანკში კლიენტს ხშირი სტუმრობა მისი ფეხსაცმლის გაცვლას იწვევს. ცხადია, ეს შედარება მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება, რათა ხაზი გაისვას იმ დროისა და ენერგიის დანაკარგებს, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში წარმოიქმნება. დავუკითხე სამი კარგად. კაი არის. დანახარჯებს გამოწვეულს ხელზე არსებული ნაღდის ფულის რაოდენობის შემცირებისაკენ მიმართული ძალისხმევით გაცვეთილი ფეხსაცმლის დანახარჯები ეწოდება, რადგან ბანკში კლიენტის ხშირი სტუმრობა მისი ფეხსაცმლის გაცვლას იწვევს.
ცხადია, შედარება მხოლოდ გადატანით მნიშვნელობით გამოიყენება, რათა ხაზი გაისვას იმ დროისა და ენერგიის დანაკარგებს, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში წარმოიქმნება. ხო, ანუ გაცვეთილი ფეხსაცმელი ქვია იმიტომ, რომ ეს არის რაღაც ჩადებული ენერგია იმისკენ, რომ ჩვენ ინფლაციური გადასახადი ავირიდოთ თავიდან. ეს იქნება ბანკში მისვლა და აგე გზაში ფეხსაცმლის გაწვითვა, თუ რაღაცა რა, მახინაციები. გაწვეთილი ფეხსაცმლის დანახარჯები ერთი შეხედვით უმნიშვნელოა და ის ასეც არის. შეერთებული შტატების ეკონომიკისთვის, სადაც ინფლაცია ბოლო წლებში საკმაოდ ზომიერია. ახალი წიგნი აშკარად. მაგრამ იმ ქვეყნებში, რომლებიც ჰიპერინფლაციას განიცდიან, ეს დანაკარგები ძალიან დიდია. მოგიყვებით ერთ ბოლივიელის გამოცდილებას ბოლივიაში არსებულ ჰიპერინფლაციის დროს. როდესაც მასწავლებელი ედგარ მირანდა თავის ყოველდღიურ ხელფასს 25 მილიონ პესოს და იყიდა ალბათ 4 წელ პურს. იღებს, წამის დაკარგვას არ შეუძლია. პესოს ღირებულება ყოველ საათს მცირდება. ამიტომ სანამ მისი ცოლი ბაზარში მირბის, რათა ბრინჯისა და მაკარონის თვიური მარაგი შეიძინოს, მირანდა დარჩენილ თანხას შავ ბაზარზე აშშ დოლარებზე ცვლის. ვინანდა, რომლის ქვეყანას მსოფლიოში ყველაზე უმართავ ინფლაციას განიცდის, გადარჩენისთვის იბრძვის. ბოლივია იმის მაგალითია, თუ როგორ უთხრის უზარმაზარი ინფლაცია ძირს საზოგადოებას. ფასები ისე სწრაფად იზრდება, რომ მათი მნიშვნელობა უკვე თითქმის აღარავის ესმის. მაგალითად, 6 თვის განმავლობაში ფასების ზრდის ტემპმა წლიურად 38% შეადგინა. მიუხედავად ამისა, მთავრობა აცხადებს, რომ გასულ წელს ინფლაციამ 2000%-ს მიაღწია, ხოლო წელს სავარაუდოა ინფლაციის 8000%-მდე გაზრდა. თუმცა, სხვა გამოთვლები ბევრად უფრო დიდი რისკებს გვთავაზობს. ყოველ შემთხვევაში ბოლივიის ინფლაციამ ბევრად გადააჭარბა ისრაელის 370%-სა და არგენტინის 1100%-ს. დიდი ინფლაციის ორ სხვა შემთხვევაში. 30 წლის მირანდას ხელფასს უკვე შევაფასებ, თუ დაუშვეთ, რომ ის მაშინვე არ ეყიდულობს დოლარს. იმ დღეს, როდესაც მირანდამ 25 მილიონი პესო მიიღო, 1 დოლარი 500.000 პესო ღირდა. ასე რომ მირანდას ხელფასი 50 დოლარი იყო, მაგრამ ხელფასის მეორე დღეს რომ აიღო, როდესაც დოლარი 900.000 ღირდა, მირანდა 27 დოლარს მიიღებდა. როგორც ამ სტატიიდან ჩანს, გაცვეთილი ფეხსაცმლის დანახარჯი შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი იყოს. ინფლაციის მაღალი დონის პირობებში მირანდა საკუთარ თავს იმის უფლებას ვერ მისცემდა, რომ ეროვნული ვალუტა გამოიყენოს, როგორც დაგროვების საშუალება. ამის სანაცვლოდ ის იძულებულია თავისი პესოების სწრაფად გადასვლას საქონელსა და ამერიკის შეერთებული შტატების დოლარებში, რაც მისთვის დაგროვების უკეთესი საშუალებაა. დრო და ენერგია, რომელთაც მირანდა ნაღდი ფულის შემცირებას უთმობს, რესურსების ხარჯვაა. მთავრობა რომ დაბალი ინფლაციის პოლიტიკას მისდევდეს, მირანდა კმაყოფილი იქნებოდა თავისი პესოებით და დროსა და ენერგიას უფრო ნაყოფიერად გამოიყენებდა. ამ სტატიის გამოქვეყნებიდან საკმაოდ მალე ბოლივიის ინფლაციის დონე მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა. მენიუს დანახარჯები. იშვიათი ფირმა, რომელიც თავის პროდუქციის ფასს ყოველდღურად ცვლიდეს, იშვიათია ეგეთი კომპანია. ფირმები ჩვეულებრივ კვირების თვეებსა და ზოგჯერ წლების განმავლობაში არ ცვლიან ფასებს. ერთ-ერთმა გამოკითხომ აჩვენა, რომ ფირმები ფასებს დაახლოებით წელიწადში ერთხელ ცვლიან. ფირმები ფასებს იმიტომ ცვლიან იშვიათად, რომ ფასების ცვლილება გარკვეულ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ეხლა კაი ვიდეო იყო ინსტაგრამზე შემხლა. 25 წლის განმავლობაში იაპონურ კომპანიას არ ქონდა გაძვირებული რაღაცა ნაყინის ფასი. და გააძვირეს რაღაც რამ ინფლაციის ფონში და მთელი კომპანია გამოვიდა და ხალხს მოუხადა ბოდიში, რომ აი 5 თეთრად გავაძვირეთ ნაყინი όπως. აი აქ საქართველოში ესეთი რამე ხო აი წარმოუდგენელი. აი მაგით არიან მაგრები იაპონელები. ფასების ცვლილებასთან დაკავშირებულ დანახარჯებს მენიუს დანახარჯები ეწოდება. იმ დანახარჯების მსგავსად, რომელთაც რესტორანი ახალი მენიუს დაბეჭდვისთვის გაიხებს. მენიუს დანახარჯები შეიცავს ახალი პრეისკურანტისა და კატალოგების დაბეჭდვის დანახარჯებს, გამყიდველებისთვის და მომხმარებლებისთვის ამ კატალოგების გაგზავნის დანახარჯებს, ახალი ფასების რეკლამირების დანახარჯებს, ახალი ფასების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დანახარჯებსა და თვით იმ დანახარჯებსაც კი, რომლებიც მომხმარებელთა შორის ახალი ფასებით გამოწვეული გაღიზიანების შესამცირებლადაა საჭირო. ინფლაცია ზრდის მენიუს დანახარჯებს, რომელთა გაღებაც ფირმებს უწევთ. შეერთებული შტატების ეკონომიკაში დღეს არსებული ინფლაციის დაბალი დონის პირობებში ფასების წლიური რეგულირების სტრატეგია მრავალი ფირმისთვისაა გამართლებული. მაგრამ, როდესაც მაღალი ინფლაცია ფირმების დანახარჯების სწრაფ ზრდას იწვევს, ასეთი სტრატეგია არაპრაქტიკულია.
მაგალითად, ჰიპერინფლაციის დროს ფირმებმა ფასები ყოველდღიურად ან უფრო ხშირად უნდა გაცვალონ, რათა ეკონომიკაში არსებულ ფასებს სხვა ფასებს გაუთანაბრონ. ხო, ანუ აი პირობითად, რომ თუ გაიზარდა რა, ანუ ინფლაცია, ჰიპერინფლაცია არის ქვეყანაში, ან რა ვიცი, მაღალი ჰიპერ არა, მაგრამ მაღალი დონის ინფლაცია არის ქვეყანაში და მე დღეს პირობითად ხაჭაპურის დაცხობა, გამოცხობა მიჯდება რაღაცა 3 ლარი და მე ამ ხაჭაპურს ვყიდი 5 ლარად და ამ ჰიპერინფლაციის შედეგად ის ყველი, ცომი, თუ იქნება ფქვილი, თუ რა ვიცი, დენი, გაზი, რასაც ხმარობ ამ ყველაფრის გასაკეთებლად. ამ ყველაფრის ფასი როდესაც იზრდება, მე თუ ამ ფასს არ გავზდი და ისე 5 ლარად გავყიდი, შემდეგ პარტიას ვეღარ ვიყიდი, ცომს და ყველს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ უბრალოდ ფული აღარ მექნება იმისთვის, რომ ის რაღაცები ვიყიდო და გავყიდო. აქედან გამომდინარე, მე ჰიპერინფლაციის დროს გაცილებით ჩქარა მიწევს მე ჩემი წარმოებული პროდუქციის ფასების ზრდა, იმისთვის რომ მე ბაზრიდან არ გავქრე და ბაზარზე დავჩე, ვიდრე ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ინფლაცია დაბალია. კი ბატონო. ფარდობითი ფასების ცვალებადობა და რესურსების არასწორი განაწილება. თქვათ, რესტორანი გემრიელი კერძები ყოველ იანვარს ბეჭდავს ახალ მენიუს, ახალი ფასებით და მთელი წლის განმავლობაში ამ ფასებს უსულოდ ინარჩუნებს. თუ ინფლაცია არ არსებობს, რესტორნის ფარდობითი ფასები, მისი სადილების ფასების შეფარდება ეკონომიკაში არსებულ სხვა ფასებთან მთელი წლის განმავლობაში მუდმივი იქნება. ანუ, თავიდან ვთქვათ, თუ ინფლაცია არ არსებობს, რესტორნის ფარდობითი ფასები მთელი წლის განმავლობაში მუდმივი იქნება. მისი სადილების ფასები შეფარდება ეკონომიკაში არსებულ სხვა ფასებთან. კი ბატონო. მაგრამ თუ ინფლაციის წლიური დონე 12% შეადგენს, გემრიელი კერძების ფასები ავტომატურად შემცირდება თვეში 1%-ით. რესტორნის ფასები შემცირდება თვეში 1%-ით. რესტორნის ფასები შედარებით მაღალი იქნება წლის დასაწყისში, ახალი მენიუს დაბეჭდნენ რამდენიმე თვის განმავლობაში, ხოლო წლის ბოლოს შედარებით დაბალი გახდება. რაც მეტია ინფლაციის დონე, მით მეტი იქნება ეს ავტომატური ცვლილება, რადგან ამგვარად ფასებში ხშირად იცვლება ინფლაცია. ფარდობითი ფასების იმაზე მეტ ცვლილებას იწვევს, რაც ინფლაციის არარსებობისას იქნებოდა. რატომ ხდება ასე? ამის მიზეზი ისაა, რომ შეზღუდული რესურსების განაწილებამ საბაზრო ეკონომიკა ფარდობით ფასებს ეყრდნობა. იმის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებისას რა უნდა იყიდონ, მოხმარებლები სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების ფასებსა და ხარისხს ადარებენ ერთმანეთს. ამ გადაწყვეტილებით მოხმარებლები განსაზღვრავენ, როგორ იქნება განაწილებული წარმოების შეზღუდული ფაქტორები დარგებსა და ფირმებს შორის. როდესაც ინფლაცია ფარდობით ფასებს ამახინჯებს, მოხმარებლების გადაწყვეტილებებიც მახინჯდება და მცირდება ბაზრების უნარი საუკეთესოდ განაწილონ რესურსები. კი ბატონო. გადასახადების დამახინჯება ინფლაციის შედეგად. თითქმის ყველა გადასახადი სტიმულებს ამახინჯებს. ადამიანებს ქცევის შეცვლისკენ უბიძგებს და ეკონომიკის რესურსებს ნაკლებ ეფექტიან განაწილებას იწვევს. მაგრამ მრავალი გადასახადი კიდევ უფრო პრობლემატური ხდება ინფლაციის პირობებში. ამის მიზეზი ისაა, რომ საგადასახადო კანონების შექმნისას კანონმდებლები ხშირად ინფლაციას არ ითვალისწინებენ. ის ეკონომისტები, რომლებიც საგადასახადო კოდექსს შეისწავლიან, იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ინფლაციის შედეგად დანაზოგებიდან მიღებულ შემოსავალს გადასახადის მეტი სიმძიმე ეკისრება. კი ბატონო. იმის ერთ-ერთი მაგალითი, თუ როგორ ამცირებს ინფლაცია დაზოგვის სტიმულებს, არის გადასახადების ზეგავლენა კაპიტალიდან მიღებულ სარგებლობაზე, მოგებაზე, რომელიც მიიღება აქტივის იმ ფასზე მეტად გაყიდვით, რა ფასადაც იქნა ეს აქტივი შეძენილი. თქვათ, 1980 წელს საკუთარი დანაზოგების ნაწილით კორპორაცია Microsoft-ის აქციები $10 ვიყიდა, ხოლო 2005 წელს ეს აქციები 50-ად გავყიდა. საგადასახადო კანონის თანახმად, თქვენი მოგება $40-ია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიტანოთ საშემოსავლო დეკლარაციაში, მაგრამ დაუშვათ, რომ ფასების საერთო დონე 1980-დან 2005 წლამდე გაორმაგდა. ამ შემთხვევაში $10, რომელსაც 1980 წელს გაიღეთ ინვესტირებაზე, 2005 წელს $20 ექვივალენტურია, მსხვერპლობითი უნარის თვალსაზრისით. როდესაც თქვენ ხელთ არსებულ აქციებს $50 ყიდით, მიღებული რეალური სარგებლობა მსხვერპლობითი უნარის ზრდა მხოლოდ 30%-ის ტოლია. მაგრამ საგადასახადო კოდექსის ინფლაციას არ ითვალისწინებს და თქვენ სარგებლობას $40 აფასებს. ამგვარად ინფლაცია აზვიადებს მოგების სიდიდეს და არაადეკვატურად ზრდის გადასახადის სიმძიმებს ასეთი ტიპის შემოსავლებისათვის. ეს არის ნამდვილი არ ვიტყვი რა, თქვენ შეაფასეთ რა არის.
ამის კიდევ ერთი მაგალითია გადასახადების გავლენა სარგებლის განაკვეთზე. საშემოსავლო გადასახადით იბეგრება დანაზოგი სარგებლის ნომინალური განაკვეთით მიღებული შემოსავალი, თუმცა სარგებლის ნომინალური განაკვეთის ნაწილი ინფლაციის კომპენსირებაზე იხარჯება. ასეთი პოლიტიკის შედეგებს უკეთ გასაგებად განვიხილოთ პირველ სხეულში მოცემული მაგალითი, მოიცეს კიდევ ერთხელ. ანუ ამის კიდევ ერთი მაგალითია გადასახადის გავლენა სარგებლის განაკვეთზე. გადასახადი როგორ მოქმედებს სარგებლის განაკვეთზე. საშემოსავლო გადასახადით იბეგრება დანაზოგის სარგებლის ნომინალური განაკვეთით მიღებული შემოსავალი, თუმცა სარგებლის ნომინალური განაკვეთის ნაწილი ინფლაციის კომპენსირებაზე იხარჯება. მე ის პირველად ცხრილში შედარებული ორი ეკონომიკა, რომელთანაც თითოეულში სარგებლის განაკვეთი 25%-ით იბეგრება. პირველ ეკონომიკაში ინფლაცია ნულოვანია, ხოლო სარგებლის ნომინალური განაკვეთისა და რეალური განაკვეთის 4%-ის ტოლია. ამ შემთხვევაში სარგებლიდან მიღებული შემოსავლის 25%-იანი გადასახადი სარგებლის რეალურ განაკვეთს 4-დან 3%-მდე ამცირებს. მეორე ეკონომიკაში სარგებლის ნომინალური განაკვეთი ისევ 4%-ის ტოლია, მაგრამ ინფლაცია 8%-ს შეადგენს. ფიშერის ეფექტის შედეგად სარგებლის ნომინალური განაკვეთი 12%-ს უდრის, ვინაიდან საშემოსავლო გადასახადისთვის შემოსავლო 12%-იანი სარგებელი ითვლებოდა. მთავრობა ამ შემოსავლის 25%-ს იხევს, რის შედეგადაც სარგებლის ნომინალური განაკვეთი მხოლოდ 9%-ს შეადგენს. სარგებლის რეალური განაკვეთი კი მხოლოდ 1%-ს. ამ შემთხვევაში სარგებლიდან მიღებული შემოსავლის 25%-იანი საგადასახადო სარგებლის რეალურ განაკვეთს 4%-დან 1%-მდე ამცირებს, რაც გადასახადის შემდგომი სარგებლის რეალური განაკვეთის ნულოვანი ინფლაციის პირობებში სარგებლიდან მიღებული შემოსავლის 25%-იანი გადასახადის სარგებლის რეალური განაკვეთის 4-დან 3%-მდე ამცირებს. 8%-იანი ინფლაციის პირობებში იგივე გადასახადი სარგებლის რეალურ განაკვეთს 4-დან 1%-მდე ამცირებს. ან დაზოგვის სტიმულს იძლევა დაზოგვა, უფრო ნაკლები მიზიდველია დაზოგვის სტიმულს იძლევა დაზოგვა უფრო ნაკლები მიზიდველია ინფლაციის პირობებში, ვიდრე სტაბილური ფასების პირობებში. ხო, ინფლაციის პირობებში არაზოგავს არავინ. როდესაც ფასები სტაბილურია, მაშინ ფიქრობ ფულის დაზოგვაზე. ნომინალური მოგებისა და სარგებლის ნომინალური განაკვეთის გადასახადები იმის მაგალითია თუ რა სირთულეებს ქმნის ინფლაცია საგადასახადო კანონების აღსრულებისას. არსებობს ბევრი სხვა მაგალითიც ინფლაციის შედეგების გადასახადების ცვლილების გამო ინფლაციის ზრდა ადამიანების ნაკლების დაზოგვისკენ უბიზგებს. გავიხსენეთ, რომ ეკონომიკაში არსებული დანაზოგები გუზრუნველყოფენ ინვესტირებისთვის საჭირო თანხებს, რაც თავის მხრივ გრძელვადიანი ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია. ამგვარად, როდესაც ინფლაცია ზრდის გადასახადის სიმძიმეებს დანაზოგებისთვის გრძელვადიანი პერიოდის ეკონომიკური ზრდის ტემპები მცირდება. თუმცა, ამ ეფექტის მასშტაბებთან დაკავშირებით ეკონომისტებმა ერთსულოვნების ჯერჯერობით ვერ მიაღწიეს. ინფლაციის აღმოფხვრა, გარდა ამ პრობლემისა, კიდევ ერთი გადაწყვეტა საგადასახადო სისტემის ინდექსაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსი ხელმომეორედ უნდა შეიქმნას ინფლაციის გათვალისწინებით. მაგალითად, კაპიტალის სარგებლობის ან მოგების შემთხვევაში საგადასახადო კოდექსი შესყიდვის ფასის კორექტირებას ფასების ინდექსის მეშვეობით უნდა ახდენდეს და მხოლოდ რეალურ სარგებლობას ბეგრავდეს. სარგებლის განაკვეთის შემთხვევაში მთავრობამ მხოლოდ სარგებლის რეალური განაკვეთი უნდა დაბეგროს და გამორიცხოს სარგებლიდან მიღებული შემოსავლის ის ნაწილი, რომელიც ინფლაციას აკომპენსირებს. გარკვეულწილად საგადასახადო კანონების უკანასკნელ წლებში ინდექსაციას მიმართულებით შეიცვალა. მაგალითად, შემოსავლის ის დონეები, რომელთა მიღწევას საშემოსავლო გადასახადი იცვლება, სამხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებაზე დაყრდნობით ყოველწლიურად ავტომატურად რეგულირდება. მაგრამ საგადასახადო კანონების მრავალი სხვა ასპექტი, მაგალითად დამოკიდებულება კაპიტალის სარგებლობასთან და სარგებლის განაკვეთთან, ინდექსაციას ჯერ კიდევ არ ექვემდებარება. იდეალურ სამყაროში საგადასახადო კანონები არც ერთ ადამიანის რეალურ გადახდის უნარიანობას არ უნდა უცვლიდეს, მაგრამ ჩვენ სამყაროში არსებული საგადასახადო კანონები შორსაა სრულყოფილებისგან. უფრო სრული ინდექსაცია შეიძლება სასურველია, მაგრამ ეს კიდევ უფრო გაართულებს საგადასახადო კოდექსს, რომელიც მრავალი ადამიანის აზრით ისედაც ძალიან კომპლექსურია. ნამდვილად. გამოთვლების მოუწესრიგებლობა და მოუქნელობა. წარმოვიდგინოთ, რომ გამოკითხვას ვატარებთ და ხალხს ერთ კითხვას უსვამთ. წელს იარდი 36 ინჩს უდრის. თქვენი აზრით, რას უნდა უდრიდეს იარდი მომავალ წელს?
ადამიანები სერიოზულად გვიპასუხებენ, პასუხი ერთნაირი იქნება. იარდი მომავალ წელსაც 36 ინჩი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში ჩვენი ცხოვრება უმიზეზოდ გართულდებოდა. რა კავშირი აქვს ყოველივე ამას ინფლაციასთან? გავიხსენოთ, რომ ფული, როგორც ეკონომიკაში არსებული ღირებულების მაჩვენებელია. ისაა, რასაც ფასების დაწესების და საბუღალტრო აღრიცხვის ვიყენებთ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფულის ერთეულია, რომელთაც ეკონომიკური გარიგებების ღირებულებას ვზომავთ. ამ მხრივ ფედერალური სარეზერვო სისტემის ამოცანა სტანდარტების ბიუროს ამოცანის მსგავსია. საყოველთაოდ მიღებულ ზომის ერთეულის სანდოობის უზრუნველყოფა. როდესაც ფედერალურ სარეზერვო სისტემა ფულის მიწოდებას ზრდის და ინფლაციას წარმოშობს, ღირებულების მაჩვენებელი რეალური ღირებულება მცირდება. ძნელია იმ უწესრიგობისა და არეულობის შეფასება, რომელსაც ინფლაცია იწვევს. უკვე ვილაპარაკეთ იმის შესახებ, რომ საგადასახადო კოდექსი არაკორექტულად გამოიცვლება რეალური შემოსავლების ინფლაციის პირობებში, ამის მსგავსად ბუღალტრები არაკორექტულად გამოიცვლიან ფირმათა შემოსავლებს, როდესაც ფასები იზრდება. ვინაიდან ინფლაციის შედეგად დოლარის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ღირებულება აქვს. ფირმის მოგების შემოსავლისა და დანახარჯების სხვაობის გამოთვლა უფრო რთულია ისეთ ეკონომიკაში, სადაც ინფლაცია არსებობს. ამიტომ გარკვეულწილად ინფლაციის შედეგები მცირდება ინვესტორების უნარი წარმატებული ფირმები წარუმატებელი ფირმებისგან განასხვავონ, რაც თავის მხრივ ამცირებს ფინანსური ბაზრების როლს ალტერნატიული ტიპის ინვესტიციებზე ეკონომიკის რესურსების ეფექტიანად განაწილებაში. მოლოდნელი ინფლაციის განსაკუთრებული დანახარჯები, სიმდიდრის შემთხვევითი განაწილება. ჩვენ მიერ აქამდე განხილული ინფლაციის დანახარჯები მაშინაც კი არსებობს, როდესაც ინფლაცია მყარი და პროგნოზირებადია. მაგრამ ინფლაციის დამატებითი დანახარჯებიც ახლავს თუ ის მოლოდნელია. მოლოდნელი ინფლაცია სიმდიდრეს ისე ანაწილებს მოსახლეობაზე, რომ ამას არაფერი საერთო არც დამსახურებასთან და არც საჭიროებასთან არ აქვს. ასეთი განაწილების მიზეზი ისაა, რომ ეკონომიკაში არსებული მრავალი ცეცხლი გამოხატულია ზომის ერთეულით, ფულით. განვიხილოთ ერთი მაგალითი. ვთქვათ, სემი კოლეჯში სწავლობს ხარჯების დასაფარავად დიდ სწავლობს. და ხარჯების დასაფარავად არ ვიცი რა არის, ალბათ დასაფარად. ხარჯების დასაფარად დიდ ბანკიდან იღებს $20,000 ცეცხლს. სარგებელს 7%-იანი განაკვეთით. 10 წლის შემდეგ სემის ვალი დიდ ბანკის მიმართ $40,000 იქნება. მისი ვალის რეალური ღირებულება დამოკიდებული იქნება ამ 10 წლების განმავლობაში არსებულ ინფლაციაზე. თუ სემს გაუმართლებს ეკონომიკაში ჰიპერინფლაცია მოხდება. ამ შემთხვევაში ხელფასები და ფასები ისე გაიზრდება, რომ არ $40,000 გადახდეს სემი ჯიბის ფულით შეძლებს. მაგრამ თუ ეკონომიკაში დიდი დეფლაციაა, მაშინ ხელფასები და ფასები მცირდება და სემისთვის $40,000 იმაზე ბევრად მეტი იქნება, რის გადახდასაც ვარაუდობდა. ეს მაგალითი იმაზე მეტყველებს, რომ ფასების მოლოდნელი ცვლილება სიმდიდრეს მოვალეებსა და კრედიტორებს შორის ანაწილებს. ჰიპერინფლაცია სემს დიდ ბანკის ხარჯზე ამდიდრებს, ვინაიდან ვალის რეალურ ღირებულებას დიდად ამცირებს. სემს თავისი ვალის გადახდა იმაზე ნაკლები ღირებულების მქონე დოლარებით შეუძლია, ვიდრე მოელოდა. დეფლაცია კი დიდ ბანკს ამდიდრებს სემის ხარჯზე, რადგან ვალის რეალურ ღირებულება ზრდის. ამ შემთხვევაში სემმა ვალი იმაზე მეტი ღირებულების მქონე დოლარებით უნდა გადაიხადოს, ვიდრე ვარაუდობდა. თუ ინფლაცია პროგნოზირებადია სარგებლის ნომინალური განაკვეთის განსაზღვრისას, სემსა და დიდ ბანკს შეუძლიათ ინფლაცია გაითვალისწინონ, გაიხსენიათ ფიშერის ეფექტი. მაგრამ თუ ინფლაციის პროგნოზირება ძნელია, სემისა და დიდ ბანკიც იმ რისკების წინაშე დგებიან, რომლისთვის თავის არიდებას ორიოს ურჩევნია. ამიტომ ბანკები ზრდიან პროცენტს, როდესაც არიან ისეთ ქვეყნებში, სადაც ინფლაციის მოლოდნელი რისკები არის. ასე რომ ბანკი ძალიან იშვიათად არის დამნაშავე მაღალ პროცენტში. ძირითადად ეს ყველაფერი არის ქვეყნის და ეროვნული ბანკის ბრალი. გაუთვალისწინებელი ინფლაციის ამ დანახარჯებს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც მას შემდეგ ფაქტთან ერთად განვიხილავთ. ინფლაცია განსაკუთრებით მერყევი და არამყარია, როდესაც ინფლაციის საშუალო დონე მაღალია.
ეს ყველაზე კარგად ჩანს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლისას. იმ ქვეყნებში, სადაც ინფლაციის საშუალო დონე დაბალია, მაგალითად გერმანიაში, მე-20 საუკუნის მიწურულს ინფლაცია როგორც წესი სტაბილურია. იმ ქვეყნებში კი, სადაც ინფლაციის საშუალო დონე მაღალია, მაგალითად ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანაში, ინფლაცია როგორც წესი არასტაბილურია. არ არსებობს მაღალი და სტაბილური ინფლაციის მქონე ქვეყნის არც ერთი ცნობილი მაგალითი. ინფლაციის დონესა და სტაბილურობას შორის ასეთი დამოკიდებულება ინფლაციის კიდევ ერთი დანახარჯის არსებობაზე მეტყველებს. თუ ქვეყანა მაღალი ინფლაციის მონეტარული პოლიტიკას მისდევს, ის იძულებულია არა მხოლოდ ის დანახარჯები გაიღოს, რომლებიც მაღალ, მაგრამ პროგნოზირებად ინფლაციასთან დაკავშირებული, არამედ ის დანახარჯებიც, რომლებიც დაკავშირებულია მოულოდნელი ინფლაციის დროს სიმდიდრის შემთხვევით განაწილებასთან. ბავშვობაში ალბათ არაერთხელ გინახავთ ფილმი ოზის ქვეყანის ჯადოქარი. არაერთხელ, არა რამდენიმეჯერ. ერთხელ, ან სამჯერ მაქსიმუმ. რომელიც 1900 წელს დაწერილი საბავშვო წიგნის მიხედვითაა გადაღებული. ის ფილმი და წიგნი გვიყვებიან ერთი პატარა გოგონას დოროთის ამბავს, რომელიც უეცრად სახლინა შორს ერთ უცნაურ ქვეყანაში აღმოჩნდება. მაგრამ ალბათ არ იცით, რომ ეს ამბავი სინამდვილეში მე-19 საუკუნის მიწურულს შეერთებული შტატების მონეტარული პოლიტიკის ალეგორია. 1880-დან 1895 წლამდე ფასების დონე შეერთებული შტატების ეკონომიკაში 23%-ით შემცირდა, რადგან ეს მოულოდნელი მოვლენა იყო. მან სიმდიდრის მნიშვნელოვანი განაწილება გამოიწვია. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ფერმერების უმრავლესობა მევალე იყო. მათი კრედიტორები კი აღმოსავლელი ბანკერები იყვნენ. როდესაც ფასების დონე შემცირდა, ფერმერთა ვალების რეალური ღირებულება გაიზარდა, რამაც ბანკები ფერმერების ხარჯზე გამამდიდრა. იმდროინდელი პოპულისტი პოლიტიკოსების აზრით, ფერმერთა ამ პრობლემის გადაჭრა ვერცხლის ფულის მოჭრას შეეძლო. ამ დროისთვის შეერთებულ შტატებში ოქროს სტანდარტი იყო მიღებული. ოქროს რაოდენობა განსაზღვრავდა ფულის მიწოდებას და აქედან გამომდინარე ფასების დონესაც. ვერცხლის მონეტების მიმოქცევაში გაშვების მომხრეებს სურდათ, რომ ოქროსთან ერთად ვერცხლის ყოფილიყო ფულის სახით გამოყენებული. ეს წინააღმდეგობა რომ მიიღოთ, ფულის მიწოდება გაიზრდებოდა, რაც ფასების დონეს გაზრდიდა და ფერმერთა ვალები სიმძიმესაც შეამსუბუქებდა. ვერცხლის გარშემო ცხარე კამათი გაჩაღდა და ეს პრობლემა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად იქცა 1890-იანი წლების პოლიტიკისათვის. პოპულისტებს შორის ფართოდ გავრცელდა ლოზუნგი: ჩვენ დაგირავებულები ვართ, ყველაფერი დაგირავებულია, ჩვენი ხმების გარდა. ვერცხლის მონეტების მიმოქცევაში გაშვების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომხრე იყო უილიამ ჯეიმზი ბრაინი, პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან 1896 წელს. ბრაიანი ისტორიაში ნაწილობრივი დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე წარმოთქმის შემდეგი ფრაზით შევიდა: კაცობრიობა ოქროს ჯვარს არ უნდა ვაცვათ. ასე პოეტურად მას შემდეგ აღარავის ლაპარაკია მონეტარულ პოლიტიკაზე. მიუხედავად ამისა, არჩევნებში ბრაიანი დამარცხდა. პრეზიდენტ უილიამ მაკინლი გახდა და შეერთებულმა შტატებმა ოქროს სტანდარტი შეინარჩუნა. ლო ფრენკ ბაიუმი, ოზის ქვეყნის ჯადოქრის ავტორი, შუა დასავლეთში მცხოვრები ჟურნალისტი იყო. თავის საბავშვო წიგნში ბაუამმა პერსონაჟების პროტოტიპებად იმდროინდელი პოლიტიკური ბრძოლის მთავარი მონაწილეები გამოიყვანა. იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე კომენტატორები სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას გვთავაზობდნენ, პერსონაჟებთან დაკავშირებით ერთი რამ მაინც უდავოა. ეს ზღაპარი ნათელს ფენს მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ დებატებს. ეკონომიკის ისტორიის ჰიუ როკ Journal of Political Economics Journal of Political Economics. 1900 ქართულად რო წერია ინგლისური ჟურნალის სახელი ძალიან უცნაური. 1990 წლის აგვისტოს ნომერში ასეთ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. ტრადიციული ამერიკული ფასეულობანი პრობიციონისტული პარტია, რომელსაც თითო ტოტალიერებსაც უწოდებდნენ, საფრთხობო ფერმერები. ესენი არიან პერსონაჟები. დოროთი იყო ტრადიციული ამერიკული ფასეულობანი. ტოტო იყო პროჰიბიციონისტური პარტია, რომელსაც თითო ტალერებსაც უწოდებდნენ. არ მახსოვს ოზის ქვეყნის სცენარი და მოდი არ დავიკითხო. შეიტყოს რომ ჯადოქარს გავაგზავნო სადაც ვიყავით. რომ ეკონომიკის ისტორიის რაღაცა ბაიუმი ამბის დასასრულს დოროთის სახლის გზას პოულობს, მაგრამ
მხოლოდ ყვითელი აგურის გზით მეშვეობით, გზელი და სახიფათო მოგზაურობის, შემდეგ დოროთი შეიტყოს, რომ ჯადოქარს არ შეუძლია მისი და მისი მეგობრების დახმარება. საბოლოოდ დოროთი თავის ვერცხლს ქოშების ჯადოსნურ ძალას აღმოაჩენს. 1929 წელს ამ ზღაპრის მიხედვით გადაღებულ ფილმში დოროთის ვერცხლის ნაცვლად ვალის ქოშები აცვია. აშკარა ჰოლივუდილმა არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ მე-19 საუკუნის მონეტარული პოლიტიკის ამბობს ყვებოდნენ. ვერცხლის ფულის მოჭერსთან დაკავშირებულ დებატებში განცდილი მარცხის მიუხედავად, პოპულისტებმა საბოლოოდ მაინც მიაღწიეს მონეტარული პოლიტიკის გაფართოებასა და მათთვის სასურველ ინფლაციას. 1898 წელს გეოლოგებმა ოქრო აღმოაჩინეს ალიასკაზე, მდინარე კლონდაიკის მახლობლად. ამას გარდა გაიზარდა ოქროს მიწოდება კანადის იუკონიდან და სამხრეთ აფრიკის ოქროს საბადოებიდან. ამის შედეგად, როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ოქროს სტანდარტის მქონე სხვა ქვეყნებში ფულის მიწოდება და ფასების დონე მზრდა იწყო. 15 წლის შემდეგ შეერთებულ შტატებში ფასების დონე იმ დონემდე გაიზარდა, რომელიც 1880 წელს არსებობდა და ფერმერებს უფრო ადვილად შეძლეს თავიანთი ვალების გასტუმრება. დასკვნის სახით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ თავში ინფლაციის მიზეზებსა და მასთან დაკავშირებულ დანახარჯებზე ვილაპარაკეთ. ინფლაციის ძირითადი მიზეზი ფულის რაოდენობის ზრდა. როდესაც ცენტრალური ბანკი ფულის დიდ რაოდენობას ქმნის, ფულის ღირებულება სწრაფად მცირდება. სტაბილური ფასების შენარჩუნების მიზნით ცენტრალურმა ბანკმა მკაცრი კონტროლი უნდა შეინარჩუნოს ფულის მიწოდებას. ინფლაციის დანახარჯები უფრო რთული თემაა. ის დანახარჯები შეიცავს გასვეთილი ფეხსაცმლის დანახარჯებს, მენიუს დანახარჯებს, ფარდობითი ფასების გაზრდილ ცვლილებადობას, საგადასახადო ვალდებულების მოულოდნელ ცვლილებებს, მოუწესრიგებულობასა და სიმდიდრის შემთხვევით გადაანაწილებას. დიდია თუ მცირე ეს დანახარჯები მთლიანობაში, ეკონომისტები ერთსულოვნად აცხადებენ, რომ ჰიპერინფლაციის დროს ეს დანახარჯები უზარმაზარია. მაგრამ ამ დანახარჯების სიდიდე ზომიერი ინფლაციის დროს, როდესაც ფასების წლიური ზრდა 10%-ს არ აჭარბებს, ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია. იმის მიუხედავად, რომ ამ თავში ინფლაციასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, საკითხი ამით არ ამოიწურება. რაოდენობრივი თეორიის მიხედვით, როდესაც ფედერალური სარეზერვო სისტემა ფულის რაოდენობის ზრდის სიჩქარეს ამცირებს, ფასები უფრო ნელა იზრდება. მაგრამ როდესაც ეკონომიკა ინფლაციას ამ დაბალ დონეზე გადადის მონეტარული პოლიტიკის ცვლილება, უარყოფითად მოქმედებს წარმოებასა და დასაქმებას. ესე იგი, იმის მიუხედავად, რომ მონეტარული პოლიტიკის გრძელვადიან პერიოდში ნეიტრალურია, ის მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს რეალურ ცვლადებს მოკლევადიან პერიოდში. მოგვიანებით მოკლევადიან პერიოდის მონეტარულ არანეიტრალიტეტსაც შევისწავლეთ, რათა უკეთ გავიგოთ ინფლაციის მიზეზები და დანახარჯები. კი ბატონო, ეს იყო მეგობრებო. ჩემი თხოვნა იქნება, რომ დავალაიქოთ. არა, მართლა თხოვნა იქნება, რომ ვუყუროთ იმ ვიდეოებს, რომელიც ცალკე ეკონომიკურ პლეილისტში მაქვს, იმისათვის, რომ თვითონ ეს თემა კარგად გავიაზროთ, რადგან ეს დაგვეხმარება როგორც მოვლენების სწორად აღქმაში, ასევე მომავლის სწორად შეფასებაში, აწმოსაში ასევე. ხო და იმ პლეილისტში აუცილებლად მე კიდევ დავდებ ბევრ ვიდეოებს. ალბათ